ხშირად მეკითხებიან, არტ თერაპია თუ მუშაობს, ის თერაპია თუ გამომადგება, ეს თერაპია თუ გამომადგება, ამ რიტუალის გაკეთება თუ გამომადგება, იმ რიტუალის გაკეთება თუ გამომადგება და რეალურად არაფერი არ გამოგადგება. ის რასაც შენ ეძებ. არაფერი არ იმუშავებს, იმიტომ რომ შენ თავად ხარ შენი თავის დაბინძურების წყარო. შენი ბუდე, შენი გული, მოტორი, შენი არსის უნდა გამოაჯანმრთელო და გახადო ისეთი, რასაც გამთლიანებაში გასწავლი. შენ თავად ხარ თერაპია, შენ თავად ხარ სისუფთავის წყარო. მედიტაცია აღარ გჭირდება ყოველწამიერად მედიტატიურ მდგომარეობაში ხარ და შენ ხარ ის, ვინც უნდა იყო. ამ მდგომარეობას რომ მიაღწიო, ამას შენ ვერ იზამ თერაპია წამოწოლით და ფულს გადაიხდი და ვიღაც სხვა გაგიკეთებს შენს გასაკეთებელ საქმეს. შენს გასაკეთებელ საქმეს ამ სამყაროში ვერავინ ვერ გააკეთებს. ფიზიკურად ვერ შეძლებს ამას. გესმის, შენ უნდა იპოვო შენს თავში საპოვნელი, შენ უნდა იმუშაო შენი თავის სამუშაოზე, შენს გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. და ვინმე თუ კვირდება რომ გაგწმინდავს ან რაღაც თერაპიას ჩაგიტარებს ან რაღაცას გიზამს, შენ არაფერი არ აკეთო, წამოწექი. აი მაგ უკვე შენ ხარ დიდ ილუზიაში და დიდი სიცრუის ხაფანგში, რომელშიც გაგაბეს. და ეს დიდი სიცრუის ხაფანგი არის ის, რომ თქვენ არაფერი არ აკეთოთ, ჩვენ მივხედავთ თქვენს ღვთიურ გასაკეთებელ საქმეს. ეს არის უდიდესი ტყუილი და უდიდესი ხაფანგი. შენ უნდა შეიმეცნო და შენ უნდა გახდე ის პიროვნება, რომელიც უნდა გახდე. და შენ სხვა ვერ გაგხდის პიროვნებას, ვერ გაგხდის ღვთიურს, ვერ მოგცემს დაცვებს, ვერ მოგცემს ძალებს, სხვა ამას ვერ გააკეთებს. შენი გასაკეთებელი საქმეა ეს. შენ დედამიწაზე რომ გამოგიშვეს, იმ პრინციპით კი არ გამოგიშვეს, რომ სხვა გაგიკეთებს გასაკეთებელ საქმეს. შენ გაქვს შენი გასაკეთებელი საქმე და ისეა სამყაროს პრინციპი მოქმედებაში მოყვანილი, რომ შენი გასაკეთებელი საქმე სხვამ ვერ გააკეთოს. აბა შენი საკეთებელი საქმე სხვამ თუ აკეთა, შენ რისთვის მოგიყვანეს აქ? რომ წამოწვე და ზეს მიეფიცხო უბრალოდ? შენ უნდა გაიგო, როგორია ღმერთი. შენ უნდა გაიგო, რა პლანეტაზე მოხვედი. შენ უნდა გაიგო ამ პლანეტის ხასიათი, თვისებები. შენ უნდა გაიგო, ვინ არის შენი მტერი დედამიწაზე. შენ უნდა ისწავლო სიყვარულში როგორ იყო ამ სირთულეების მიუხედავად. შენ უნდა ისწავლო თავის დაცვა. შენ უნდა ისწავლო შენი თავის ახალი არსი, გახსნა. რაც თორია, შენ თუ არ იცი სამყაროს მექანიზმები, სამყაროს ნამდვილი კანონები, რა პლანეტაზე ცხოვრობ, რა წესები და პრინციპებია ამ პლანეტაზე. შენ თუ დედამიწას არ იცნობ, ნამდვილს, ისეთი როგორიც არის ის, შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც უცხო პლანეტაზეა და არ იცის ამ პლანეტაზე როგორ მოიქცეს, რა დააზიანებს და რა არ დააზიანებს. თქვენ გონიათ რომ დედამიწა იცით თქვენ, ან გონიათ რომ თქვენი თავი იცით, თქვენ გონიათ რომ დედამიწის კანონზომიერებები იცით, თქვენ არაფერი არ იცით. თქვენ ხართ უცხო პლანეტაზე რეალურად. ყველანი ჩვენ ვართ რეალურად ჩვენი გაცნობიერებებით იმ პლანეტაზე, რომელი პლანეტის კანონზომიერებებზეც არაფერი არ ვიცით. ამიტომაც გვაქვს ამდენი პრობლემები, ამდენი სირთულეები, ამდენი ის. ფაქტია ეს, არ ვიცით ჩვენ ამ პლანეტის კანონზომიერებები, უпростоრედ დაგვიმალეს ამ სამყაროს და ამ პლანეტის დედამიწის კანონზომიერებები. შესაბამისად, ისმის ჭეშმარიტი კითხვა, როგორ უნდა გადარჩე იმ პლანეტაზე, რომელი პლანეტის კანონზომიერებები და პრინციპები არის. გამთლიანებაში მე თქვენ ამას გასწავლით. სამყაროს მექანიზმებს გიხსნით, რომ მიხვდეთ რა პლანეტაზე ცხოვრობთ, ვინ ხართ, ვინ არის თქვენი მტერი, რა ხდება იქ, რა ხდება აქ. ამ ყველაფერში რომ გაერკვიოთ, ამ ცოდნებს გაძლევთ გამთლიანება და ეს ცოდნები გეხმარება, მიხვდე სად ხარ და შენ გგონია იცი სად ხარ, შენ გგონია დედამიწაზე ხარ და ყველაფერი იცი. შენ არაფერი არ იცი რეალურად, ამიტომ გაქვს ამდენი პრობლემები. მოდი მარტივ მაგალითს მოვიყვან. წარმოიდგინე სხვა პლანეტაზე მოხვდი, სადაც უამრავი მცენარეები, ცხოველები, წყალი, ნივთიერებები, 1000 რაღაც არის. და მოხვდი ამ პლანეტაზე და საერთოდ არ იცი რომელი მცენარეა შხამიანი, რომელი წყლის დალევა შეიძლება, რომელი ნივთს უნდა შეეხო, რომელს არ უნდა შეეხო, რომელია სასარგებლო, რომელი არ არის სასარგებლო და საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს ამ პლანეტაზე არაფერი. და შენ ეხლა კითხვა დასვი, მაგ პლანეტაზე რომ გადარჩე, რა გადაგარჩენს მაგ პლანეტაზე პირველ წყაროდ? ცოდნა. შენ უნდა გაერკვიო იმ პლანეტის კანონზომიერებებში, რომელი მცენარეა შხამიანი, რომელ ტყეს უნდა აუარო გვერდი, რომ შიგნით რამე მარჩეკ
გჭამოს, რომელ სატყუარას არ უნდა წამოეგო და ასე შემდეგ. შენს იგივე პლანეტაზე ხარ, დედამიწაზე. შენ წარმოდგენა არ გაქვს მატერიის მიღმა რა ხდება. რეალურად შენთვის ეს პლანეტა არის სრულიად უცნობი. ნამდვილი დედამიწის ნაწილი არ ჩანს და დამალულია შენთვის. ყველა ის მექანიზმები, ძალის მქონე, ბნელის მქონე, შუქის მქონე, ყველაფერი შენს მიმართ არის დამალული, ნამდვილი. და მოძრაობ დედამიწაზე რაღაც მოქმედებებში მოდიხარ და რაღაც პრობლემებში ეხვევი. ვერ ხვდები მიზანშედეგობრივ ფაქტორებს. შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც უცხო პლანეტაზეა და რაღაც სცენარეს ეხება, იწამლება, რაღაც წყალს სვამს, იწამლება, იქ აზრში სვამს, ნეგატივს იწამლება და ამ პლანეტაზე საერთოდ უმეცრებაში ხარ. კარგი გავიგეთ, გიორგი, რომ არ ვიცით, რა გავაკეთოთ ეხლა ჩვენ ამისთვის. მარტივია. თქვენ ცნობიერ დონეზე არაფერი არ იცით ამ სამყაროს მექანიზმების შესახებ. გამთლიანებაში გაეცნობი ბევრ მექანიზმს, რომელიც დაგეხმარება. მაგრამ სულ გამთლიანებაზე ხო არ იქნები ჩამოკიდებული, შენიც ხო უნდა გახსნა რაღაც. თითეული თქვენგანი, ნებისმიერი თქვენგანი განურჩევლად წარმოადგენს კოლოსალური ცოდნის წყაროს. რატომ ვიძახი, რომ მე და თითეულ თქვენგანს ერთი და იგივე შესაძლებლობები გვაქვს. უფრო მეტიც გაქვთ, უფრო და უფრო მეტიც. მაგრამ თქვენ ამას ვერ იჯერებთ. რატომ იცით? ფიქრობ, კი, მაგრამ ეხლა კი მეუბნება გიორგი, რომ შენ ჩემზე მეტი იციო, მაგრამ რეალურად გიორგი, შენ ისეთ რაღაცეებს ამბობ, ჩემს ტვინში გენიალურად ჟღერს და მე არ მაქვს მასეთი ფიქრები, გიორგი, და შენ რომ მეუბნები მე რომ შენზე მეტი ვიცი, ფიქრობ და არ ვიცი და ასე რომ მიჭირს გიორგი მე შენი დაჯერება. თავში მოგდის ესეთი რაღაც. საქმე რაში არის? თითეული თქვენგანის სულში ჩატვირთულია კოლოსალური ცოდნა, გამოცდილება, ინფორმაცია. ყველანი ხართ დატენილები სხვადასხვა ნიჭებით, ძალებით და ტონობით ცოდნებით ხართ ყველანი დატენილები. და სავსე. პრობლემა ის არის, რომ თქვენ არ გაქვთ კავშირი სათანადოდ თქვენ სულთან, რომ ეს ინფორმაციები გადმოიწეროთ. თქვენი აზრით, მე ამ ყველაფერს საიდან ვხსნი? ამ ცოდნებს საიდან ვხსნი? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. უფალთან კავშირს, პრაქტიკებს, მარტივად ჩემს სულს დავუკავშირდი ბუნებრივად იმ ყველა ტექნიკით, რასაც გასწავლით გამთლიანებაში და როდესაც სულს უკავშირდები, მე უკვე გენიოსის მდგომარეობაში გადადიხარ, ჭკვიანის მდგომარეობაში გადადიხარ, ყველაფერზე გაქვს პასუხები, გაქვს უკვე იქ თავში, იმიტომ რომ ეს პასუხები დიდი ხანია შენ ნასწავლი გაქვს. გესმის, დაგავიწყდა უბრალოდ. დიდი ხანია იცი შენ ეს ცოდნები. რატომ არის 50 ადამიანს მონაწერი აქვს ჩემზე ერთი და იგივე ტექსტი და მეუბნება, გიორგი, შენ რასაც საუბრობ, 100%-იანი მართალი ხარ, ეს ყველაფერი ვიცოდი ქვეცნობიერად და მე ხომ ეს ვიცოდი და ადამიანი რომ ისმენს ჩემს ცოდნას, ფიქრობს რომ ეს ყველაფერი ისედაც იცოდა, მაგრამ იმასაც აცნობიერებს რომ ეს ცოდნები არსად არ დევს. საქმე ამაშია, თქვენ ეს ყველაფერი მე რასაც ვლაპარაკობ, ზეპირად იცით, ამაზე მეტი იცით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დიდი ხანია ნასწავლი გაქვთ. თქვენ სულებში დევს ინფორმაცია. უბრალოდ ამ ინფორმაციას ვერ უკავშირდებით. გარე მექანიზმების და ამ ყველა მექანიზმების შედეგად, რასაც გამთლიანების ცოდნებში ვხსნი. და ნახე, რო არის ის, შენ ხელს გიშლიან იმაში რომ დაუკავშირდე შენ სულს, იმიტომ რომ როგორც კი შენ სულს დაუკავშირდები, მორჩა მათი ზეგავლენა შენზე და შენ ხდები უკვე საერთოდ სხვა არსი, საერთოდ სხვა ხდები. შენ აქ რომ მოხვედი, სხვა კანონებით უნდა იცხოვრო. დედამიწისეული კანონებით კი არა, რაც დაგიდეს და დაიბადე, გაახილე თვალები, გაიზარდე და კანონზომიერებებში იმყოფები და იმის იქეთ, ტრუმანის ეფექტი გაქვთ. ფილმი ნანახი გაქვთ ტრუმანი? მარტივად რომ გითხრათ, დედამიწისეული ეს კანონზომიერებები გონიათ ჭეშმარიტება და ნამდვილ კანონზომიერებებზე არაფერი არ იცით. შენ აქ გაქვს გასაკეთებელი საქმე. ის კი არა რომ მოდი უბრალოდ სიყვარულში ვიყოთ და არაფერი სხვა არ ვაკეთოთ, ან პოპულარული აბსურდი. არაფერზე არ იფიქრო. ტვინი გააჩერე. მართლა გგონია რომ დედამიწაზე არაფერზე ფიქრისთვის მოხვედი? მართლა ფიქრობ მაგას, რომ ფიქრი ცუდია, გააჩერე ფიქრი, არ იფიქრო არაფერზე. რას ლაპარაკობ? გარე სამყარო, სადაც შავი მაგები ნადირობენ, სადაც ბნელის ტექნოლოგიები ყველგან არის ჩადებული, გარე ბნელი ეზოთერული სისტემები თუ
მექანიზმები ყველანაირად ჰოლივუდიდან, ფილმებიდან, ყველაფერი არის მტრულად განწყობილი და ამ დროს მეუბნება არის ფიქრო არაფერზეო. მადლობა. სადღაც ტიბეტური ბერებიდან წამოიღე ალბათ ეს, ხო? და იმაზე არ გიფიქრია, რომ იქ მათ არ აქვთ იმდენი გამღიზიანებელი გარეთ, როგორც ქალაქის მაცხოვრებელს. მაგაზე არ გიფიქრია, ხო? ბევრ ამაზე არ გიფიქრია შენ. ფიქრები კი არ უნდა გააჩეროთ, ფიქრები უნდა აკონტროლოთ. ფიქრების კონტროლის ტექნიკით, რომელიც დევს გამთლიანებაში. შენ აქ არ ფიქრისთვის კი არ ხარ. შენ აქ მოსული ხარ შენი სულის საქმის გასაკეთებლად. შენ უნდა ისწავლო შენი თავი როგორ განიწმინდო. შენ უნდა ისწავლო შენი თავი როგორ არ დაისვარო რეგულარულად, რომ რეგულარულად არ დაგჭირდეს წმენდა. შენ უნდა გახდე ძალის მქონე და ძალის მქონე ვერ გახდები, რომ არაფერზე არ იფიქრო. რასაც დღეს პოპულარიზაციას უკეთებენ. ნახეთ, 100 წლის წინ შეგეძლო მიგეღო თუნდაც ბუდისტური მექანიზმები და გეთქვა, რომ არაფერზე არ იფიქრო. მაგრამ ეხლა ისეთი დროა, ისეთი პერიოდია და ისეთი სიტუაციაა, რომ არაფერზე არ იფიქრო არის ტოლი თავი გაინადგურო. შენ არაფერზე არ იფიქრო კი არა, ფიქრების კონტროლი უნდა გქონდეს და საქმეს უნდა მიხედო. საქმე გავს გასაკეთებელი. ძალა არის შემეცნება და სიმართლე, ჭეშმარიტება. ძალა არ არის უმოქმედობა. ძალა არ არის ის ყველაფერი, რასაც გარეთ გეუბნებიან. საერთოდ ერთ რჩევას მოგცემთ. საერთოდ არავის არ უსმინოთ ამ ყველა ეზოთერიკოსებს. ეხლა ნახეთ, მაშინ მე რატომ უნდა მისმინო? მე არც ერთ ამათ წიგნებს, რაც ამათ წაკითხული აქვთ, მე ამ წიგნების მიხედვით არ ხემძღვანელობ. ამათ წიგნებსაც კი არ ვკითხულობ. იმიტომ რომ არც ერთი არ ვარგა. მოდი პირდაპირ გეტყვით. და რატომ არ ვარგა, იცი? პირველ რიგში იმიტომ არ ვარგა, რომ ესენი ამას ვერ იგებენ. ნახეთ, იმ ადამიანებმა, რომლებმაც დიდი ხნის წინ სიტყვა დატოვეს, მათ იმ სიტყვის ფუნდამენტური მნიშვნელობა იცოდნენ და ამათმა ამ სიტყვის ფუნდამენტური მნიშვნელობები არ იციან და სხვანაირად იგებენ და თქვენც სხვანაირად გაგებინებენ. გამთლიანებაში არის ჭეშმარიტი ცოდნები იმისთვის, რომ გაერკვიო რა ცოდნებში უნდა ჩაჯდე. ნახე, ჭეშმარიტს მე ჩემს ცოდნას კი არ ვუწოდებ, ან გამთლიანების ცოდნას კი არ ვუწოდებ. მე არ ვთვლი, რომ ჩემი პირადი აზრი გამაჩნია. ესე აღვიქვამ ჩემ თავს. მარტივი ენით რომ გითხრათ, არ გამაჩნია ჩემი პირადი აზრი სამყაროსთან მიმართებაში და შეხედულება. და ნახეთ, ეხლა მე ამ ფრაზას ვიტყვი და არ ავხსნი ამ ფრაზას. და ვიღაც გავა და დაიწყებს ცხოვრებას, რომ არ უნდა გააჩნდეს პირადი აზრი სამყაროსთან მიმართებაში. და რეალურად მე რასაც ვგულისხმობ, რა თქმა უნდა აგიხსნით. და რასაც თქვენ გაიგებთ, ეს არის სხვადასხვა რაღაც. ამიტომ არ გელაპარაკებით ლამაზი სიტყვებით. აგიხსნით, რატომ არ გამაჩნია ჩემი პირადი შეხედულება სამყაროსთან მიმართებაში. იმიტომ რომ სამყაროს აქვს თავისი კანონზომიერებები და მას ქვია ჭეშმარიტება და მე მაინტერესებს ჭეშმარიტება, სამყაროს კანონზომიერება. ჩემი შეხედულება კი არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ჭეშმარიტება. მე ვიკვლევ ჭეშმარიტებას. მე თუ ეხლა რაღაც აზრზე ვარ, მე თუ ამ აზრს შევიცვლი, მხოლოდ ერთი რამის გამო შევიცვლი აზრს. თუ ჩემს აზრზე უკეთესი აზრი იქნება, მყისიერად შევიცვლი აზრს. იმიტომ რომ მე ჩემი პირადი აზრი არ გამაჩნია შეხედულება სამყაროსთან მიმართებაში. რაც არ უნდა დღეს გელაპარაკებოდეს ყველა, რომ ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს სამყაროს. შეიძლება ვიღაცეები თავისი ეგოდან უყურებენ ამ სამყაროს, მაგრამ მე დიდი ხანია ეს სიმახინჯეები მოვიშორე და არ მაინტერესებს საერთოდ ჩემი პირადი შეხედულება. მე მაინტერესებს სიმართლე და სიმართლე მტერმაც რომ მითხრას, მის სიმართლეს მივიღებ და მის ჭეშმარიტებას, რადგან ჭეშმარიტება გადამარჩენს მხოლოდ ეს ვიცი. გამთლიანების ცოდნები არის კვლევების შედეგად, დიდი გახსნების შედეგად, უფლის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ჭეშმარიტება. ჩემი შეხედულება კი არ არის გამთლიანების ცოდნები. ჭეშმარიტება გარეთ ნაპოვნი ნამდვილი ცოდნა. და ნახეთ ეხლა აი როგორ მოდის მაგალითად ბუდიზმის და სხვა დანარჩენის არასწორი გაცნობიერებული ცოდნები ჩვენამდე. და ეს მოჩვენებითი ვითომ ცოდნეები. მაგალითად, რომელიღაც გურუმ ძალიან ბევრი იფიქრა, ძალიან ბევრ რაღაც გაცნობიერებებამდე მივიდა და ვიღაც მიდის მოსწავლე მისი და რაღაცას ეკითხება და ეს ეუბნება, მე არ გამაჩნია ჩემი პირადი შეხედულება სამყაროს მიმართო. უფრო რთულად ეუბნება, მე ჩემი პირადი აზრი არ მაქვსო. და ეს ადამიანი მიდის მერე ამ გურუსგან და იწყებს ცხოვრებას ამით და ამის პოპულარიზაციას. თურმე არაფერზე შეხედულება არ უნდა გქონდეს, არ უნდა გაშიფრო სიტუაცია რა არის, არ უნდა არაფერზე არ უნდა იფიქრო თურმე. ამ აზრამდე მიდის ადამიანი და იმ გურუმ რაც უთხრა და ამან რაც გაიგო არის ცადა დედამიწა და მოვიდა თქვენამდე დამახინჯებულად და ყველაფერი მოსულია დამახინჯებულად. ესენი რომ გამოდიან ტელევიზორში და 1000 სიმახინჯეებს ლაპარაკობენ, ანუ სიბრიყვეს ლაპარაკობენ ხალხო ნებისმიერი დამისვით წინ და დავასაბუთებ
იქვე, რომ სიბრიხვეს ლაპარაკობს. იმიტომ რომ სიბრიხვეს ლაპარაკობს. გესმით? არ აქვს გაცნობიერებული ის ძველი ცოდნა, რას გულისხმობდა. როგორც ახლა მაგალითად მე რომ გელაპარაკოთ კოდებით და გითხრათ, მე ჩემი აზრი არ გამაჩნია და მე გამოვა გამთლიანების მსვენელი და იფიქრებს რომ თურმე თავისი აზრი არ უნდა გააჩნდეს და ჩემი აზრი თუ არ გამაჩნიას, საერთოდ აზრი არ უნდა გამაჩნდეს და საერთოდ არაფერზე არ უნდა ვიფიქრო, ესე გამოდის. და იწყებს ისიც ამით ცხოვრებას და გადის წლები, ხალხი წლები ცხოვრობს. ესე ცდილობს არაფერზე არ იფიქროს, გათიშოს ტვინი და არაფერი არ გამოდის და უმეცრებაშია. და ამდენ ყუთიან ნაშრომებს იმიტომ წერ რომ დეტალურად ჩაგიშალოთ ყველაფერი თქვენ რომ გახდეთ ძალის მქონე. და იმ გურუებს ეზარებათ ლაპარაკი და საერთოდ გახიზნული არიან და საერთოდ ადამიანთან კომუნიკაციაც არ იცის რა არის და როგორ გააგებინოს ისიც კი არ იცის. და ყველაფერს რო თავი დავანებო, მომიტევეთ, მაგრამ ტყეში თუ გავიხიზნე და ჩემთვის ვიყავი და გარე გამღიზიანებელი თუ არაფერი იყო, სად გამოვიწრთობი მე? იქ ხომ მარტივია ბუნებაში რომ წახვალ საერთოდ ფიქრების კონტროლის აღარ გჭირდება. ნახეთ, მე ახლა შემიძლია წავიდე სადღაც გავიხიზნო და მეორე ფილოსოფიები ვილაპარაკო, მაგრამ მე თქვენამდე ვერასდროს ვერ მოვიტან სათქმელს გლეხურ ენაზე. ისინი სწორედ ამ მდგომარეობაში არიან, სადღაც თავისთვის არიან, მერე ვიღაც ჩავა ქალაქიდან, ეკითხება აზრს, ის ეუბნება ერთ სიტყვას და ეს მოდის დამახინჯებული სიტყვით და მერე თქვენ გამახინჯებთ ყველას. და გონია რომ არაფერზე არ უნდა იფიქრო. გონია რომ ისე უნდა იყო, გონია რომ ისე უნდა იყო და ყველაფერი არის დეფორმირებული. მარტივია. მე ვთვლი რომ ჩემი პირადი შეხედულება არ გამაჩნია საერთოდ ყველაფერთან მიმართებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ნამდვილი აზრი. როგორია ის? ჩემს თავში როგორ ჩანს კი არა, ის როგორია. მე შეიძლება ვხედავდე ოქროსფრად და რომ მივუახლოვდები ახლოს და გავჭრი ამ მეტალს, შიგნით საერთოდ არ იყოს ოქრო. ამიტომ მე თუ ხედავ შორიდან ოქროსფერს, მე არ ვთვლი რომ ის ოქროსფერია. მე მივდივარ, ვიღებ ამ მეტალს, ვამოწმებ კარგად, ვჭრი შვაზე, შიგნით ხედავ რა ხდება, მერე ვტესტავ, ვადნობ ის და მერე ვთვლი რომ ეს არის ოქრო. ან ეს არის სპილენძი, ან ეს არის ბრილიანტი, ან ეს არის შხამი, ან ეს არის, ანუ მერე შემაქვს შიგნით გადაწყვეტილება. გამთლიანების ყველა ცოდნა ჩემი პირადი შეხედულება არ არის. ეს არის ის შეხედულება, რაც მე გავხსენი აღმოვაჩინე. მე სხვანაირად მირჩევნია რომ იყოს. მართლა ოღონდ. აი როგორიც პოპულარული რომ არის, რომ რასაც მე ჩავთვლი, ისე იქნება ამ სამყაროში ყველაფერი. ღმერთიც კი სამყაროს მექანიზმებში ზის და ცხოვრობს, რადგან სამყაროს მექანიზმებია ღმერთი. და მე ვინ ვარ რომ სამყაროს მექანიზმებზე გამოვაცხადო რომ როგორც მე მინდა ისე იქნება ყველაფერი. ანუ ნახეთ, ყველაფერი არის დამახინჯებული. ნახეთ, როგორც შენ გინდა ისე იქნება ყველაფერი. ოღონდ იმ სამყაროს კანონებში უნდა ჯდებოდეს შენი მოქმედება. ბოროტებაში თუ ხარ და გონია რომ კარგად უნდა იყო და კარგად იქნები ამის გამო, ვერ იქნები კარგად ამის გამო. ესეთი ინფორმაციები მოვიდა ბევრი დამახინჯებული. ყველაფერი. ვიღაცა გურუმ თქვა რომ შენ ცვლი სამყაროს და როგორც შენ გინდა ისე იქნება ყველაფერი. ხო, როგორც შენ გინდა ისე იქნება ყველაფერი. მაგრამ იმ კანონების და იმ სამყაროს მექანიზმების მიხედვით რაშიც იმყოფები და არა ისე როგორც შენ გინდა ყველაფერი. შენ შეიძლება გინდა ბოროტი იყო და გინდა კეთილის შედეგი მიიღო. მომიტევე, მაგრამ რა ფანტაზია შენ სულიერება და ეზოთერია რაღაც ზღაპარინო გგონია? ეზოთერიას და შენ გაქვს ისეთი ძალები, რომ საზღვარი არ გააჩნია, მაგრამ სამყაროს აქვს ბოძი, კანონზომიერებები, რომელსაც ვერ გადაუვა ვერავი. ვიღაცა გეუბნება, შენ როგორც ჩათვლი, ისე იქნება შენ ცხოვრებაში ყველაფერი და რაც გინდა აკეთე და შენც ამის კეთებას იწყებ და შედეგს იღებს სხვას. მერე გვიანია უკვე ჩამოგიყალიბდა პიროვნება, პირისნება. ერთი შხამი არაფერზე არ იფიქრო, მეორე შხამი, რაც გინდა აკეთე, რასაც შენ ჩათვლი, შენ ქმნის შენ სამყაროსო და იმაზე არ გეუბნებიან კანონზომიერებების გათვალისწინებითო. ერთი პუნქტი დააკლეს, გესმით? სიმართლიდან ამოღებულია საფუძველი სიმართლე და შერეულია შხამი და ამ შხამს ჭამთ თქვენ. ამიტომ დაანებეთ თავი თქვენ რა მოგწონთ და თქვენ როგორ უყურებთ ამას. ჭეშმარიტება იპოვეთ ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში არის და ამას თქვენი შინაგანი შეხედულებიდან ვერ იპოვით. ამას იმ ნამდვილი არსის საკვირვებით და ნეიტრალური პოზიციიდან იპოვით. ყველაფერში ეს გვჭირს ჩვენ. ურთიერთობებშიც, ადამიანებთან, ქალვაჟურში, ყველგან ეს გვჭირს. ყველაფერს უყურებთ ჩვენი გადმოსახედიდან და არ გვინდა დავინახოთ ის როგორიც არის სინამდვილეში. ადამიანები და სხვა დანარჩენი. შენ უნდა გაინტერესებდეს ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება თუ გაინტერესებს, შენი თავიდან კი არ უნდა შეხედო. მიდი ახლოს, შეამოწმე, დაყნოსე, შეხედე ახლოდან, გასინჯე და რეალური გადაწყვეტილება მიიღე რა არის ეს.
ეს არის ჭეშმარიტება ის რაც ის არის ქვა არის ოქროა ბრილიანტია და ის არის შენ თუ გონია რომ ბრილიანტი ოქროა და ოქრო ჯართი და ის შენი შეხედულებები არის და შენი შეხედულებები არ გადგება შენ უნდა იპოვო ჭეშმარიტება რეალობაში ამიტომ ვინმე თუ გეუბნება ჭეშმარიტება არ არსებობს ჭეშმარიტება არსებობს ერთი ჭეშმარიტება არის ის რაც ხდება არა შენს თავში არამედ გარეთ ამიტომ თქვენი თავიდან კი არ უნდა განსაზღვროთ რაღაც არამედ რეალობაში როგორია ის უნდა ეძიოთ შენი ერთადერთი ინტერესი უნდა იყოს ჭეშმარიტება ჭეშმარიტების პოვნა ამისთვის ხარ აქ მოსული შენ ამისთვის მოხვედი აქ რომ იპოვო ჭეშმარიტება ყველგან და ყველაფერში ჩამოიშალო ცრუ ბნელის ეს ყველა გაცნობიერებები გააზრებები და იპოვო ჭეშმარიტება ყველაფერზე უნდა იფიქრო თან მშვიდში უნდა იყო თან ბალანსში უნდა იყო ყველა წახნაგი უნდა აიგო და აისხა ჭეშმარიტება არის ცვლადი ასევე მაგრამ ჭეშმარიტების საფუძველი ბუდე არ არის ცვლადი მაგრამ ჭეშმარიტება ცვლადია მაგალითად დღეს თუ ბნელები მოქმედებენ კონკრეტული პროტოკოლებით ბნელებმა შესაძლოა შეცვალონ პროტოკოლები მაგალითად შავი მაგები ეხა თუ ტაროს შლიან შესაძლოა გამოიგონონ რაღაც სხვა კარტი და ის გაუშალონ მაგრამ პრინციპები ერთი და იგივე იქნება რასაც ტარო კლავს ნაშრომში ხსნი საფუძველი ერთი და იგივე იქნება პრინციპები ძარცვის შეტყუების სიცოცხლის წართვების ყველა ის ფუნდამენტური პრინციპები რასაც მე ვლაპარაკობ ნებისმიერ დროში იმუშავებს მაგრამ შესაძლოა ტექნიკები შეიცვალოს მაგრამ ფუნდამენტი არ შეიცვლება ამიტომ მე იმას კი არ დავიწყებ ლაპარაკს ტარო კლავს თქო მე დაგიწყებთ ლაპარაკს რომ აი აქ ჩაბუდდა ფორმა შეიცვალა ხასიათი თვისებები მოქმედების პროტოკოლები იგივე დარჩა მაგრამ ფორმა შეიცვალა და მეც ვადაპტირდები რას ნიშნავს ვადაპტირდები თქვენ გამუდმებით უნდა იზრდებოდეთ გამუდმებით უნდა ხდებოდეს თქვენში ადაპტირება იმ გარემოსთან მიმართებაში რა გარემოშიც ხართ მაგალითად თუ ააშენეს სახლი რომელიც უძლებს 5 კმ/სთ ქარს და თუ დედამიწის ქარის მიმართულებები შეიცვალა და გაძლიერდა და გახდა 15 კმ/სთ შენ აღარ უნდა იცხოვრო 5 კმ/სთ-იან მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე სახლში ანუ გამძლე სახლში შენ უნდა გააძლიერო შენი სახლი ანუ თქვენ გამუდმებით უნდა ადაპტირდეთ და განვითარდეთ იმიტომ რომ ბნელები გამუდმებით ადაპტირდებიან თქვენზე და თქვენც უნდა ადაპტირდეთ მათზე თუ მოვა ვინმე ჩემთან და მეტყვის იცი რა შენ ეხლა ტაროზე რატო აღარ ლაპარაკობ წლების მერე ვეტყვი მე მას რომ მორჩა ტარომ შეიცვალა სახე ფორმა ვადაპტირდი აღარ ჩავრჩები იქ აღარ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს რომელმაც ძალა დაკარგა არამედ იმაზე რომელსაც აქვს ბნელის ძალა შეძენილი ანუ ყოველთვის უნდა გქონდეს მიმღებლობა ახალი ინფორმაციის და განახლების იმიტომ რომ ყველაფერი ამ სამყაროში განახლებას განიცდის შენ უნდა იცოდე ამ გარემოში როგორ იმოქმედო რაც არ უნდა წინაღობის წინაშე იყო რაც არ უნდა სირთულის წინაშე იყო რაც არ უნდა ტკივილის წინაშე იყო ლაპარაკი კი არ უნდა დაიწყო ვაიმე ყველა ბოროტებაშია ყველას გამოყენება უნდა რა ცუდია ეს ყველაფერი და ყრიცრემლებს პატარა ბავშვივით პირველ რიგში არ გაქვს მაგის ფუფუნება რომ ესე ბავშვივით ცრემლები ყარო განსაკუთრებით მაშინ როდესაც რთული სიტუაციის წინაშე დგახარ მეორე დაიმახსოვრე მთავარი კანონი რაც არ უნდა წინაღობის წინაშე იდგე მიიღე ის ფაქტი რა ფაქტის წინაშეც დადექი და ყოველთვის მშვიდით ფაქტიდან გამომდინარე იხემძღვანელი რაც არ უნდა მოხდეს მიიღე ეს ფაქტად შვიდით რატო იმიტომ რომ ეს უკვე მოხდა და ამ ფაქტის წინაშე დგახარ და ერთადერთი რაც უნდა გააკეთო გადალახო ეს წინაღობა და ის ადამიანები რომლებიც წინაღობის წინაშე დგანან და ტირიან რაც არ უნდა სიმძიმეს იყოს გააცნობიერეთ რომ თქვენი ტირილი არის იგივე როგორც ბავშვმა რაღაც ვერ მიიღო რაღაც ისე ვერ წავიდა როგორც საჭირო იყო და ტირილი დაიწყო და მიწაზე დაეცა და ფეხებს აფხაკურებს აქეთ-იქეთ სწორედ ესეთ ადამიანებს გავხართ თქვენ გაიზარდეთ ხალხო გააცნობიერეთ რომ რაც არ უნდა მოვლენა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში ფაქტი რომ მოხდა ეს არის ფაქტი და ფაქტი მიიღეთ ფაქტად და მიხედეთ საქმეს მშვიდი გონით აზრი არ აქვს ამ თქვენ ცრემლების ყრას, ფეხების ფხაკურს, ბავშვივით და პანიკის ატეხვას. და როდესაც შენ ფაქტით მიღებას იწყებ ნებისმიერი მოვლენის, შენ ხარ ძლევამოსილი. ის ფაქტი მოხდა, მორჩა, ვერაფერს ვეღარ შეცვლი. ერთადერთი რაზეც გაქვს წდომა, ცვლილების ეს არის მომავალი და შენ მთელი შენი ენერგია უნდა გადაიტანო ამაზე. წინ რას შეცვლი, როგორ გაუმკლავდები ამ სირთულეს, როგორ გადალახავ ამ ყველაფერს. ფაქტი მიიღე, ცრემლები შეიშვრე და საქმეს მიხედე. როცა სირთულე
მოდის ცხოვრებაში. დაუბრუნდეთ საწყის თემას, შენ ვერ დაგეხმარება ვერც იოგა, ვერც თერაპია, ვერც სხვა რომ გაგწმინდოს, ვერც ის რომ ვერც ვერაფერი ვერ დაგეხმარება. შენ უნდა დათესო შენი შემეცნების თესლი შენს თავში და გამოდმებით უნდა უარო ამ შემეცნებას, უნდა რწყა და უნდა აღმოაცენო შენგან დიდი შემეცნების და გაცნობიერების ხე. ეს არის შენი მისია. აქედან უნდა გახვიდე დახუნძლული ცოდნებით, დახუნძლული გამარჯვებებით ბნელზე და აქედან უნდა გახვიდე მდიდარი. ფიზიკური ქონების მდიდარი კი არა, ნამდვილი მდიდარი. მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ხატაკიმითის იქეთ. ან შავი მაგები გაძარცვავენ, ან ფულის კეთება ძარცვავს, ფული აკეთე, მაგრამ სულს მიხედე ჯერ. ან ეგო ძარცვავს, ან რაღაც ბოლო მოდელის ტელეფონები და ჩაცმები ძარცვავს, ყველაფერი ძარცვავს და ხატაკი მიდის იმიერ სამყაროში, სადაც უსასრულობა უნდა გაატაროს. უსასრულობაში შენ დიდი ქონება უნდა წაიღო. რაში გჭირდება დედამიწის ბრიყული ქონება, რომელიც არსად არ გამოდგება გარდა დედამიწისა და ისიც აქაც არ გამოდგება ნორმალურად. მაინც არაა ბედნიერი ადამიანი და ბედნიერი თუ არ ხარ, რაღაც გინდა რამე საერთოდ. ვიღაცამ რომ ჩათვალოს რომ ბედნიერი ხარ? რაში გჭირდება ვიღაცის შეხედულება საერთოდ? მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, შენი გადასაწყვეტია ყველაფერი. შენ აგებ პასუხს შენი სულის შედეგზე. მე არა, არც სხვა, მარტო შენ. რადგან შენ გედება შედეგი მარტო. რადგან შენ გაქვს ნება და მე შენს ნებას ვცემ უდიდეს პატივს. მე ყველას ნებას ვცემ უდიდეს პატივს. მე ქედს ვიხრი ნების წინაშე. ამიტომ გააცნობიერეთ რომ თქვენ გჭირდებათ შემეცნება ამ პლანეტაზე. თქვენ ხართ აქ უცხო პლანეტელები რეალურად, რომელი პლანეტის კანონზომიერებების შესახებ არაფერი არ გახსოვთ და ამის გამო ხართ დაუცველი. გაიხსენეთ, ვინ ხართ, რა ხდება, შეიმეცნეთ, გაძლიერდით, დააგროვეთ ღვთიური განძი და მამასთან მიდით დიდებულებით, მამასთან მიდით დახუნძლული საჩუქრებით, ცოდნებით, სიკეთეებით, განძით. და მამას კი არ ჭირდება ეს განძი, შენ გჭირდება ეს განძი. მამას უბრალოდ გაუხარდება, რომ შენ ეს განძი დააგროვე. მეტი არაფერი. მამას არ ჭირდება შენი განძი, შენ გჭირდება შენი განძი. ესეც კარგად გააცნობიერე. და საერთოდ, რასაც კი აკეთებ ყველაფერს უფლისთვის თუ სხვა რაღაცისთვის, უფალს არ ჭირდება. შენ გჭირდება და შენთვის არის ეს ყველაფერი საჭირო. ის კი არა, უფალო ვერ დავილოცე, მომიტევე, უფალს ამით არაფერი არ აკლდება. შენ გჭირდება ყველა კარგი საქმის კეთება, ლოცვა და ის ყველა შემეცნების გაცნობიერება, რაც საჭიროა. რადგან თუ რამე ისე არ წავა, შენ აგებ ამაზე მხოლოდ პასუხს და შენ იხდი ამაზე ვალს. არც უფალი იხდის ამაზე ვალს, არც არავინ, მარტო შენ იხდი ვალს. შენ იღებ დაცემას ან აღმაფრენას. ამიტომ ყველას გისურვებთ ღვთიურობაში აღმაფრენას.